გადავედით 5 მეტრში. აბა ბაბუნაშვილი ორი ხელით შეიკრა მოლი, ღერძის ცვლილებას ვცდილობდა გამოგდის მე მგონი და აბა დაეხმარენ უკვე ხაზის მოთამაშეები ძალიან ახლოს ვართ პირველ ელოსთან და პირველ ელოც გავიტანეთ კი ბატონო აწეულია ლუკპირცის ხელი რაც იმას ნიშნავს რომ საქართველო დაწინაურდა 5-0. კი ირაკლი ქვათაძე ელოს ავტორი კარგად გააკონტროლა რაც შეეძლო გაზოლა ბატონო აქ ზოგადად ძალიან რთულია რომ დაიცვა თამაშგარის წესი ისევ ამერიკელები აქ ხო ივანიშვილი ცოტა უხარზე ვართ თუმცა ვაჩერებთ რაღაცნაირად ხელებო მოჭოს აკეთებდა ივანიშვილი ყურადღებით უნდა ვიყოთ რა პასი გააცვლინა მეგონი 10 ნომერი იყო შემოვიდა აშკარად მაგრამ ვაგრძელებთ აქ არასტანდარტული დარტყმა კარგი დარტყმული თანდაფხილად აბურთი აიღეს ამერიკელებმა ისე უტევენ და რა ახლოს არიან მეორე ლელოსთან და რა ლელო გაგვიტანეს როგორი წნეხი დაგვადეს და ფეხიდან იყო კი ბატონო მართალია მსაჯი გაგრძელებენ და გავჭრეს რა მოძრაობა თევაში და ნაცვაში რა თქმა უნდა ვათაძე მოიხარა კარგი დარტყმა ჟანიძე გორგაძე ზურგს მაგარი ტექნიკური პასი ნინიაშვილი დაუვარდა არა უკან იყო და გაგრძელდეს ტაბუცაძის ფეხი დაუცურდა მოკლედ ხო ნინიაშვილი აშკარად მისი დღე არ არის კვესელაძე კარგად აიღო ოფლოუდი ვასკა და კვესელაძე ელო აი როგორი კარგი კლასიკური შეტევა განახორციელეს ლობჟანიძე და კვესელაძე ყველაფერი წესების დაცვით დაინახეს მოკლედაზე ანუ რა თქმა უნდა შეკინება შეიძლებოდა დედო აბჟანდაძე ნუ წინამოლი ძალიან კარგი იყო ნახოთ და ეხლა რო ეგეთ მოლი ავაგო რა თქმა უნდა ყველელო იქნება ხო პირველი ლელოც მოლით გავიტანებთ ნახეთ და კარგი მოლი ქონდა წინა დერეფნიდან მოლით მშვენიერი იყო ბაბუნაშვილზე ორი ხელი შევკარით ძალიან კარგად წავედით ლელოზე წავედით და სად არის კი ბატონო ბექა გორგაძე მესამე ლელოს ავტორი ბორტღაოსების რიგებში მოკლედ ჩვენი ტრადიციული მოლი ძალიან მაგრად მუშაობს ნინიაშვილი არის სივრცე წავა რა თქმა უნდა შემორბენაზე ნინიაშვილი და შველიძე წინვალე იყო კვესელაძე და რალელო გააქვს საქართველოს ნაკრებს შვენიერი გათამაშება შვენიერი წამოღება დავით ნინიაშვილმა რა თქმა უნდა აითვისა ისივცე საბოლოოდ გაგვიჩერდეს სად არის კარგადზე მიწაზე უნდა წავიდეს კარგად გაერკვა ვანო სიტუაციაში კვესელაძე არაჩერებს გულს და სწორადაც იქცევა რომ ტემპი არ უნდა დააგდოს და სუწნეხში უნდა ყავდეს მეტოქე საღინაძე მიეძალება ახლა წავიდა ბექა კარგი დარტყმა მეორე ბექა გორგაძე გუნდის კაპიტანი მივიდა ბურთთან ახლა ცოტა გვინელდება ძალიან ახლოს ვართ ხო ამერიკელებმა აქ მიწაზე არ უნდა ითამაშონ თორე ცინიკურ თამაშად ჩაითვლება რა თქმა უნდა და მე მგონი გადადო კი ბატონო ჯაფარიძე ხდება მორიგი ლელოს ავტორი და წინ გავედით 31-27 დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო თქვენს ეკრანებზე მოკლედ და წინ ჩვენი არ ისევ შევხვდით და აქ თავარია საიმედოდ უნდა ვითამაშოთ ნინიაშვილი წამოვიდა აქვს მე მგონი სივრცე წავიდა შემორბენზე სუჯვარითონ წავიდა მაინც ერთი ამოგდება კვესოს გაატანა კვესომაც აუ საწავიდა მაგრამ თამაშია და გელა აბრასიძის ლელოთი დავასრულებთ ხევანდემაც წინვალე შეტევა გაჭრა მაინც ამ ავანტურამ არ ელოდებოდნენ ამერიკელები რომ ჩვენც ხელი წავიღებინ ალბათ უფრო ფეხის დარტყმაზე ქონდა და აქცენტი გაკეთებინ და შვენიურად ვიბურთავეთ უკანა ხაზელები და შვენიერ ნოტაზე ვასრულებთ დღევანდელმაც ნინიაშვილი ამ ეპიზოდის გმირი წინვალე ვითამაშა გაჭრა წამოიღო და ნახე სივრცე და იქ შეუძლებელია მისი შეჩერება მე ვიტყოდი